არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონა ხელისუფლებას ბათუმში სტადიონის აშენებას თხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი სტადიონის მოთხოვნით რეგიონის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათივე თქმით, თავიდან გამოკითხვა ახალგაზრდულ დაწესებულებებსა და ბათუმში მდებარე სასწავლებლებში ჩატარდება. ორგანიზაციაში აკონკრეტებენ, რომ ისინი მოღვაწეობას საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ფან-კლუბისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. თავისუფალი ზონის წევრები გასულ წელს სტადიონის მშენებლობისთვის დახარჯულ 2 მილიონ ლარზეც საუბრობენ და ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით ისინი საქმიანობას შემოწირულობის გზით მიღებული თანხებით ახორციელებენ. აქ შევგრებეთ იმისათვის, რომ ზემდგომ ორგანოებს, რომელიც არის საკრებულო, მერია თუ ვინც არის ამას, ვინც ახორციელებს ამ პროექტს, ბათუმის დინამოს არ აქვს სტადიონი. ჩვენ ვიწყებთ აქტიურად ხელმოწერების შეგროვებას აჭარის მასშტაბით, გავვალთ ყველა რეგიონში, შევეცდებით მაქსიმალურად მეტი ხელმოწერა მოვაგროვოთ. ჩვენ საერთოდ დაფინანსება არ გაგვაჩნია, ჩვენი ხარჯებით, ჩვენი ფინანსებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა რაც ბათუმს აქვს და ბათუმელ ხალხს, მივიტანოთ ხალხამდე.